იგი მეგობრებო, გადმოვდივართ ახლა ისევ და ისევ უკანა ბამპერზე, კარნიზები მზათა გვაქვს ჩვენ. ეს კარნიზებია, ზედა მხარე რაც იყო, სულ ყველაფერი ჯიგულად მივასუფთავეთ, აქაც, როგორც ხედავთ, პლასმასამდე თითქმის ჩასული. ეს პატარა დეფექტები რაც ჰქონდა, ესენი დავხვეწეთ. ახლა გადავიდე წინა და უკანა ბამპერზე. უკანა ბამპერი, როგორც გითხარით, არის განაკეთები. დაჟე ვიღარ ჯიგარს. ნუ პლუსებს უყვალს ხოლმე ეგეთი რაღაცა, როგორც ხედავთ, აი აქედან სად არის? ჯიგარ სამარეზია გაშვებული, აი როგორც ხედავთ, აი ესე. ოპ, სამარეზია გაშვებული. აი ესე განახებთ. აგენ. სამარეზია გაშვებული და მე უკვე ზემოდან აი ზედაპირი გადაშპაკლული აქვს რა. ანუ კაი განაკეთებია ეს ბამპერი რა, ამიტომ იქიდან გამომდინარე ამის გატყავებას ჩვენ არ დავიწყებთ, იმიტომ დასთავარია გახეთქილი არ არის, ესე იგი კარგად არის ჩვენც აკურატად სუფთად მოვექცევით რომ არსად არაფერი არ დავაზიანოთ, მხოლოდ სადაც პატარა ვალნა და ტალღა აქვს, ეგენი გავასწოროთ, ზედა ლაკიც მაქსიმალურად ჩავიდეთ ქვემოთამდე და მერე უკვე დავამუშაო და შევღებოთ რა, ეგ პრობლემა მქონდა, აი მაგ ადგილას რა, დანარჩენი რა ბზარები მარები არაფერი არ აქვს, აი ეს ადგილია დატალღული და ამ ადგილს კიდე დავხვეწავთ ჩვენ და აგრად შეეხება წინა ბამპერს, წინა ბამპერს დაგათვალიერებინებთ, განახებთ მდგომარეობას. ეს არის წინა ბამპერზე როგორც ხედავთ ძველი განაკეთები, ეს აქვს შეღებილი ჯიგარს. აღამას ლინად დავამუშავებთ. ლიანად, ანუ ეს არის ფაქტად ორჯერ შეღებილი, ეს პირველი ფენა აქვს, ეს ქვემოთ უკვე მოყვება მეორე ფენა, ბამპერი ორჯერ შეღებილი. ნუ უკანა ბამპერთან შედარებით, წინა ბამპერი ბევრად ჯამთელი ბამპერია. ამ სულ ყველაფერს გავასუფთავებთ, გავაკეთებთ. დავხვეწავთ აქაც ესეთი მიკრობზარები აქვს, აი როგორც ხედავთ, ნაკაწრი არა. ანუ თვითონ არის ბზარი რა, აი ესე განახებთ, აი როგორც ხედავთ. ეს აქვს მოსახოდი და გასასწორებელი და დარშე უკვე მივყვებით ეტაპობრივად რა როგორც მოითხოვს, აი აქაც ესეთი დეფექტები აქვს. აი დეფექტები გვაქვს გასასწორებელი. ძველი განაკეთებია როგორც ჩანს და ეს პრობლემები აქვს. აი ეს ყველაფერი გასწორდეს რა, აქაც ანალოგიური თემა. აი ეს ბზარი არ არის. ნაკაწრი არ არის რა, ეს არის ბზარი. აქედან წამოსული ქვემოდან რა. მოკლედ აი ესე გავყვებით ამ სულ ყველაფერს და მერე უკვე საბოლოო შედეგს ერთად ვნახავთ, აი ესე ნაკენჭრებშია, ჭურებშია. так, აი ესეთი დეფექტებია აქ რა. ნუ მოკლედ საბოლოო შედეგი ვნახოთ ერთად ჩემ მეგობრებო. ესე იგი მეგობრებო, ვაკეთებთ ამ ბამპერებს ეს 60-ის. так, ეს სულ ყველაფერი გავასუფთავეთ, ეს თავის ქარხნული პრობლემები ქონდა და ეს მოაგვარეთ, როგორც აქეთ ამხარე, ასევე იქეთ ამხარეთ. ასევე აქეთ ამხარეთ, დანარჩენი ბამპერი არის იდეალური, რაც შეეხება უკანა ბამპერს. აქ ქონდა ბზარი, ამ ბზარს ვერ დავტოვებდით, ბზარი ბოლომდე მოხსენი და როგორც ხედავთ, აი ეს მასიური შპაკლი აქვს ზედ. так, რის გამოც წესით უნდა მოიხსნას ეს სულ ყველაფერი, მაგრამ მოიხსნით იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის, როგორც ხედავთ, აი აქედან პლასმასი მოდის. და აქ უკვე მასიური შპაკლი მოდის. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ გავასუფთავოთ და როგორც უნდა ბამპერი ისე რომ ავაწყოთ და გავაკეთოთ. უკვე შეცდომაში მივალთ ჩვენ იმ კრილოსთან სადაც დგება ეს ბამპერი რა, იმიტომ რომ ეს კრილო, ეს ბამპერი არის მირგებული იმ კრილოზე, მაგიტომ არის ამ ხელა ფორმა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქით დგება ასე თუ ისე ბევრად უკეთესად, ვიდრე ჩვენ ეს ყველაფერი მოხსნა და ახლა ნავაშენოთ, იმიტომ რომ აქ აი მასიურობას როგორც ხედავთ, სულ მეტია. და ფორმას რომ მიყვეთ და გავასწოროთ ეს ბამპერი, იქ ჩვენ ზაზორს დაგვიტოვებს და პრობლემა გვექნება მერე უკანა კრილოსთან. ასე რომ ამ ეტაპზე როგორც არის ისევე სამ ყველაფერს ისევ ავაწყობთ, რო იტყვიან, ამოაშენებთ, ისევ ესე დავშპაკლავთ ფორმას მივცემთ და დანარჩენს უკვე ზედაპირ ლაქს მოხსნით, ძველ ლაქს და მერე უკვე დავგრუნდავთ ამ სულ ყველაფერს და შევღებავთ რა თქმა უნდა. იგი მეგობრებო, ეს 60-ის ბამპერი აი ესეთი მდგომარეობა აქვს ამ ბამპერს, როგორც ხედავთ, მასიური შპაკლებია ზედ, აქ ვაფშე. რაო, ისეთი ღნული აქვს, ისეთი იამაკრო, რაო, რა, მოკლედ საშინელება ხდება ამ ბამპერზე. ეს ბამპერი ჩვენ გვინდოდა რომ მანქანაზე მიგვერგო, მაგრამ უკანაფთად ძალიან მდგომარეობაშია და ეხლა ის ყველაფერი უნდა გავასუფთავოთ ჩვენ, მაქსიმალურად მივცეთ თავისი ფორმები. ოი მანქანაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ უკანაფთა უნდა მოიჭრას, ანუ უკანა კერლო და ჩაიკეროს. იმიტომ რაც ხდება აქ ანალოგიური იქა, კიდე პლუს დამატებით მაგას, რომ უკანაფთა არ არის ბოლომდე გაჭიმული. იქ რო ვერ გაჭიმეს, უკვე ამაზე ამოაშენეს და ამაზე მიარგეს სულ ყველაფერი რა და
იქაც უკვე თავისი ბზარები ქონდა და გაბერილი ქონდა, რაღაც ადგილებზე წამოწეული ქონდა. აქაც აი როგორც ხედავთ, აი ესეთი ბზარი აქვს. აქაც ეს ბზარი ესე მოყვებოდა, აქაც ანალოგიურად და ნუ ეს ბზარი რომ მოაცილო, რა თქმა უნდა გასუფთავდეს შახვიდე ბოლომდე რა. ზედაპირულად რომ დაშპაყლო, ეგ არაფრის შედეგს არ მისცემს რა და მოკლედ ახლა ამ ყველაფერს გავასუფთავებ და მე ის მანქანაც რომ გადავიღებ, განახებ, პურა ადგილია გამოსაჭიმი და გასაკეთებელი. ნუ მივედით მაღაზიამდე რომ ის კრილო უნდა ჩაიკეროს. გავასუფთავეთ ეს ყველაფერი. რის გამოც ბზარი ქონდა, ეხა განახეთ მიზეზი რა იყო ყველაფრის, აი ტალახიანზეა წასული ეს ყველაფერი რა. მაგითო ეს ყველაფრის გასუფთავება. ეს მეგობრებო, ამ ეტაპზე გავჩერდი ჩვენ ეს ბამპერი გვაქვს გასაკეთებელი პლასმასშიქთან, აი როგორც ხედავთ, ესეთი კულზე მოტეხილი აქვს. ეს უნდა აქეთ ამხარე, ეს უნდა დაეაწვინოს, მოკლედ ამოშვერილი აქ შეშვით, აქ ნახეთ როგორ არის ანუ სხვაობას ხედავთ ხო? აქ ესე გლატკად მოდის იდეალურად. აქ ვაფშე სხვაგან არის რა. აი ვაფშე სხვაგან არის, აი როგორც ხედავთ შვით აქ ზემოდანაც. აი ეს ადგილი რა, ეს აქეთ ამხარე კედელია წამოსაწევი გარეთ. ეს როგორც ჩანს ეს კედელია გარეთ წამოსაწევი, აი ეს ადგილი ესე ჩავარდნილი აქ. ეს აქეთკენა წამოსაწევი. და აქ საკულოკებიდანაც კი მოტეხილი აქვს, სამარეზის ქონა ვიღაც ჯიგარს გაშვებული. ნუ მოკლედ ჩაქეთ ამხარე გაქვს დასახოწირა და ამას გადავიდათ მახათ რაღაცთან. დანარჩენ კარნიზებს და ბამპერებს შევღებავთ. მე რა თქმა უნდა ესაც რო გაკეთდება და მოწესრიგდება, მე ამასაც მივყვებით. ესე იგი მეგობრებო, ვაგრძელებ ეს 60-ის დეტალებს, ორი კარნის და წინა ბამპერს, უკანა ბამპერის მოკლედ გადაიწია, ასე რომ ვთქვათ, გაკეთება. იქიდან გამომდინარე რაღაც საქმიდან გამომდინარე რაღაცები გადაიდო, გადმოიდო და იქიდან გამომდინარე უკანა ბამპერი გადავწყვიტე ფაქტიურად კი მითხრეს მე შეღებეო, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მე შეღები არ იქნება სანამ უკანა კრილო არ ჩაიკერება, იმიტომ უკანა ბამპერი რო შევღებოთ ჩვენ ამ ეტაპზე და მე მოუწიოს უკანა კრილოს ჩაკერება, ნუ წარმოიდგინეთ შეღებილი დეტალს რამდენჯერ მოუწევს მოხსნა დაყენება რა და ყველაფერი ფინანსებია, ხარჯებია, ასე რომ სოდოა, იქიდან გამომდინარე რომ შეღებილი დეტალს რამდენჯერ დააყენებ და მოხსნი დააყენებ, ის ხელმეორედ გახდება შესაღები და ამ ეტაპზე პლასმასშიქთან აყავს და მარცხენა მხარეს ვადგენთ, რაც იყო დაზიანებული და შეღება გადაიწევა სანამ უკანა კრილო არ ჩაკერდება, იმიტომ რომ შეიღებოს და მე მომავალში ნუ რამოდენიმე თვის მე ვაპირებ გაკეთებასო უკანა კრილოს, მაგრამ უბრალოდ სოდოა, იმიტომ რომ ჯობია ზედ მოერგოს და მე შეიღებოს ეს ყველაფერი, რომ ხელმეორედ არაფერი არ შეიღებოს და რა თქმა უნდა ყველაფერი ხარჯია. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ამის წინა ბამპერი, კარნიზები, პარკინგები, მოკლედ ყველაფერი გვაქვს მზად, ეხლა საღებავს დავასხავთ. ნუ რაღაც ესეთი სიტუაცია, ჩვენ მომხმარებელს ჩვენ ამ მომენტში ვაჩუქებთ კერამიკას, UHS-ის, რაც დავპირდით, მაგას დაუსხავთ, ანტისილიკონსაც გავაკეთებთ, იმიტომ ეს 60 თემით არაინ არ დადის. 60 და 70-ით ყველა აჭერს ბანზე და იქიდან გამომდინარე რომ კენჭებისგან მაქსიმალურად დავიცვათ და ნაკენჭრებისგან 15%-ს ანტისილიკონს გავუკეთებ, რომ მაქსიმალურად ლაკი იყოს რბილი და ბევრად უფრო მარტივი როგორ გიხოთ, ბევრად მარტივი იყოს მისი ნაკლებად დაზიანება რა, ანუ კენჭი რო ხდება ის იმ დონეზე რბილია, რომ ანუ უკან აგდებს რა, ანუ რეზინივით იჩდება ლაკი რა. UHS-ის შემთხვევაში ვაფშე ტოპია დონეა რა. მოკლედ ესა ჩემო მეგობრებო, დავიწყებ ამ ყველაფრის შეღებას და საბოლოო შედეგსაც რა თქმა უნდა განახებთ. ესე იგი მეგობრებო, ვიწყებ ლაკის გაზავებას და შევდივარ ჩვენ დელტრონში. მოკლედ თავის მონაცემებით. ეხლა გადავიდეთ დაპირებულ ლაკზე, რაც დავპირდით ნახევარ კერამიკას ვასხავთ წინა და უკანა ბამპერზე. Так. ესე იგი ხამ ყველაფერს შევაზავებთ და მერე უკვე დანარჩენს უკვე რო დავიწყებთ დასხმას, საბოლოო შედეგსაც განახებთ. გეტყვით მეგობრებო და
გადავალ ქავის კატალიზატორზე. კატალიზატორი ცოტა მოუხერხებელია თან გადაღება და თან მოკლედ ამ ყველაფერს ჩალიჩე, დავაპაუზებ. მეგობრებო, შევიდეთ, დავათვალიეროთ, შედეგი ერთად ვნახოთ. ეს იდეალური გამოვიდა. ესეც კარნიზები. მოკლედ ესე რა დავასრულეთ ამ ეტაპზე, დარჩა აწყობა ამ ყველაფერს, ამ ყველაფერს თუ ავაწყობთ. სავარაუდოდ გადავიღებ, იმიტომ მანქანა უნდა მოვიდეს ჩვენთან, რომ კარნიზები და ბამპერი ჩვენთან უნდა დაიზბოროს და ამ ყველაფერს ალბათ გადავიღებ სავარაუდოდ. აი ვნახოთ მომხმარებელთან გავესაუბრები, ვნახოთ როგორ დავიგეგმებით იმის მიხედვით.